მოგესალმებით, მე ვარ თაზო დობორჯგინიძე, აგრონომი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით კომპანია აგროველის მოცვის პლანტაციაში. დღეს ჩვენ კომპანია აგროფორსის აგროსკოლის ფარგლებში ვწერთ ვიდეოს, სადაც ვილაპარაკებთ მოცვის მოვლა-მოყვანაზე და სხვადასხვა საინტერესო აგრონომიურ რჩევებს. ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა საქართველოში მოცვის მოყვანა, სადაც სუბტროპიკული კლიმატი ხელს უწყობს ამ სცენარის ნორმალურს და განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს კულტურა საკმაოდ ახალია საქართველოში, უკვე გვყავს საკმაოდ ბევრი წარმატებული ფერმერი და ბევრი პლანტაცია ისეთი, საიდანაც მოსული მოსავალი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში იყიდება. მოცვი ბუჩქოვანი მცენარეა, ნორმალური ზრდაგანვითარების პირობებში მისი მოსავალი შეიძლება რომ ჰექტარზე 12-დან 15 ტონა იყოს საქართველოს პირობებში, რაც საკმაოდ ნორმალური შედეგია. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მიღებული ინფორმაცია გავიზიაროთ და დავნერგოთ ჩვენს ქვეყანაში. მსოფლიოში ყოველწლიურად თითქმის 10%-ზე მეტით იმატებს მოცვის მოხმარება. შესაბამისად, მსოფლიოს მასშტაბით შენდება ძალიან ბევრი პლანტაცია და საქართველოც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქვეყანაა ამ მიმართულებით. მოცვის მოვლა-მოყვანისთვის საკმაოდ კომპლექსური ცოდნა არის საჭირო. და მე ვეცდები ჩემი პრაქტიკული გამოცდილება გაგიზიაროთ და დავეხმარო ფერმერებს კონკრეტული საკითხების გადაჭრაში. პირველი რაც მინდა რომ განვიხილო, ეს არის მოცვის ყვავილობა, რადგან პრინციპში უკვე დამთავრებული არის ყვავილობის პერიოდი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავეგეტაციო პერიოდი სწორედ ეს არის. მინდა ვისაუბრო მოცვის ბაღში მეტეოსადგურის მნიშვნელობაზე და სხვადასხვა სენსორების გამოყენებაზე, ასევე ვისაუბრებ ამინომჟავებზე, თუ რა როლი აქვთ მათ მცენარისთვის და კონკრეტულად რომელ ფენოლოგიურ ფაზაში რომელი ამინომჟავა არის უკეთესი მოცვის მცენარისთვის. დასავლეთ საქართველოში საადრეო მოცვის ჯიშების ყვავილობა დაახლოებით მარტის შუა რიცხვებიდან იწყება და აპრილის ბოლოსთვის უკვე ძირითადად დამთავრებულია. ეს ის პერიოდია, როდესაც აქ კლიმატი საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით წლევანდელი წელი იყო მაგალითი, როდესაც დაახლოებით 200 მმ ნალექი მოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე. და ასევე გამოირჩეოდა წლევანდელი გაზაფხული საკმაოდ დაბალი ტემპერატურებით, იყო ასევე ყინვებიც. ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი არის მოცვის ყვავილობა კარგი მოსავლის მისაღებად, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ თუ როგორ შეიძლება ხელი შეუწყოთ მცენარეს ამ კონკრეტულ ფენოლოგიურ ფაზაში. დავიწყოთ დამტვერვით. მოცვი თვითფერტილური მცენარეა, თუმცა საუკეთესო შედეგებს ისდებს, როდესაც ჯვარედინად იმტვერება. მოცვის ყვავილს დაახლოებით ჭიქის მაგვარი ფორმა აქვს, რომლის შიგნითაც მოთავსებული არის სამტვერე მილები, საიდანაც მტვრის გამოყოფა საკმაოდ რთული პროცესია, სწორედ ამიტომ ქარის მიერ დამტვერვა ამ კულტურისთვის საკმაოდ არაეფექტურია. მოცვის დამტვერვისთვის აუცილებელია რომ ბაღში იყვნენ მწერები. კერძოდ ჩვენ ყოველწლიურად ჩამოგვყავს ეგრეთ წოდებული ბაზი ფუტკრების სკები, რომლებიც გამოირჩევიან დაბალი განათების პირობებში და ცივ კლიმატში უკეთესად მუშაობით. მათ ასევე ახასიათებს ძალიან სპეციფიკური და უნიკალური თვისება. ისინი ეჭიდებიან მცენარის ყვავილს და ფრთების კუნთების საშუალებით აკეთებენ ვიბრაციას, რის შემდეგადაც უფრო მარტივად გამოიყოფა სამტვერე მილებიდან მტვრები და მარტივად ვრცელდება ჰაერში. გარდა ბაზი ფუტკრებისა, რეკომენდირებულია რომ ბაღში გვყავდეს ადგილობრივი ქართული კავკასიური ფუტკრებიც, რომლებიც საკმაოდ კარგად მუშაობენ მოცვის კულტურაში. სწორედ ამ ფუტკრების აქტივობაზეა დამოკიდებული მოცვის ყვავილების ნორმალური დამტვერვა და შესაბამისად ნაყოფის უკეთესი გამონასყვა და მაღალი მოსავლის მიღება. რაც შეეხება სკების განაწილებას ფართობებში, სკების რაოდენობა განისაზღვრება მოსალოდნელი მოსავლით. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ 1 ტონა მოსალოდნელ მოსავალზე დაახლოებით 1 სკა უნდა განთავსდეს. მათი გადანაწილება ბაღში შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, უმჯობესია რომ ისინი დავაყენოთ ბაზოების დასაწყისში და თანაბარი რაოდენობით გადავანაწილოთ მთელს ფართობზე. როდესაც მცენარის ყვავილობა დაიწყება, სკების საერთო რაოდენობის 25% უმჯობესია რომ ამ დროს მოვათავსოთ ჩვენს ბაღში. ამის შემდეგი 25%, როდესაც საყვავილე კვირტების უკვე ნახევარი გაიხსნება და სრული რაოდენობა, როცა მცენარე უკვე სრულ ყვავილობაში იქნება. ბაღში სკების მოთავსების სწორი დროის შერჩევა, იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თუ ჩვენ ერთიანად მთლიან რაოდენობას მოცვის ყვავილობის დასაწყისში მოვათავსებთ, აღმოჩნდება ისე რომ ფუტკრებს არ ექნებათ საკმარისი საკვები ბაღში და მოუწევთ ან სხვაგან გადაფრენა, ან უარეს შემთხვევაში დაიხოცებიან. გარდა ფუტკრების აქტივობისა, მოცვის ყვავილობისას ძალიან მნიშვნელოვანი არის მავნებლების და დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა.
ყველაზე გავრცელებული დაავადება დასავლეთ საქართველოს კლიმატურ პირობებში მოცვის ყვავილობაში ეს არის ბოტრიტისი, რომელსაც განვითარებისთვის შედარებით გრილი და ტენიანი კლიმატი ჭირდება. სოკო იზამთრებს დაზიანებული მცენარის ნარჩენებში. გამოზამთრებული სპორების გავრცელება ძალიან მარტივად ქარის საშუალებით ხდება. ბოტრიტისი აავადებს როგორც მცენარის ყვავილებს, ასევე მის ფოთლებს და ნაყოფსაც, რაც საკმაოდ აუარესებს მოცვის ხარისხს კრეფაში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ამ დაავადების წინააღმდეგ პრევენციული წამლობები რეგულარულად ვატაროთ ყვავილობის პერიოდში, რეზისტენტობის მართვის გათვალისწინებით, უმჯობესია რომ გამოვიყენოთ სხვადასხვა ქიმიური ჯგუფების კონტაქტური და სისტემური პრეპარატები. პირველ წამლობას ბოტრიტისის წინააღმდეგ ჩვენ ვიწყებთ ვარდისფერი კონუსის ფაზაში. ამის შემდეგ დაახლოებით სანამ ყვავილობა დასრულდება, 3-4 ჯერ ვატარებთ პრევენციულ წამლობას. ვიყენებთ ისეთ მოქმედ ნივთიერებებს, როგორიც არის მაგალითად ბოსკალიდი, პირაკლოსტრობინი, ციპროდინილი, ფლუდიოქსონილი, ფენჰექსამიდი, ფლუოპირამი და ასე შემდეგ. როგორც ხედავთ, საკმაოდ ჯანსაღად გამოიყურება ჩვენი მცენარე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შედარებით დაბალი რისკისას შესაძლებელია ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენებაც ამ დაავადების წინააღმდეგ, როგორც არის მაგალითად ბაცილუს სუბტილისის ბაზაზე დამზადებული ფუნგიციდები. ეს არის მოცვის ყველაზე კრიტიკული დაავადება ყვავილობის პერიოდში. ხშირად ამ პერიოდში ჩვენს ბაღებში ვაწყდებით ეგრეთ წოდებულ მეგალე ბუზს და სხვადასხვა ბუგრების ნაირსახეობებს. მისი ლარვა ახალგაზრდა ყლორტებში აქტიური კვებისას აზიანებს მცენარის ქსოვილებს, აფერხებს აპიკალური დომინირებას და მცენარეს ანელებს ზრდაში. მის წინააღმდეგ ჩვენ გამოვიყენეთ ბიოლოგიური პრეპარატი მოქმედი ნივთიერებით სპინოზადი, ასევე ეფექტურია ბაცილუს ტურინგენსის ბაზაზე დამზადებული სხვადასხვა ბიოლოგიური ინსექტიციდები. ასევე ქიმიურებიდან შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ემამექტინ ბენზოატი, სპიროტეტრამატი და ასე შემდეგ. მოცვის მცენარის გამოკვება საკმაოდ რთული და კომპლექსური საკითხია, რაც მოიცავს სარწყავი სისტემის საშუალებით სასუქების მიწოდებას და ასევე ფოთლოვან შესხურებას. ახლა მე მინდა ყურადღება გავამახვილო ფოთლოვან შესხურებაზე ყვავილობაში, ვინაიდან ყველაზე მეტად კრიტიკული სწორედ ამ დროს არის მცენარის გამოკვება ფოთლიდან და ვეცდები რომ ავხსნა რატომ. როგორც უკვე აღვნიშნე, მოცვის ყვავილობა დასავლეთ საქართველოში ემთხვევა საკმაოდ რთულ კლიმატურ პირობებს, მაგალითად როგორც არის სიცივე, მაღალი ტენი. სიცივეში, როდესაც ნიადაგის ტემპერატურა არ არის ჯერ საკმარისად გამთბარი, დაახლოებით 10-12 გრადუსამდე, ჩვენი მიერ მიწოდებული სასუქები მცენარისთვის ამ მომენტისთვის შეუთვისებელია და სწორედ ამ დროს ფოთლოვან გამოკვებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან ფოთლოვანი გამოკვება ეს არის ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა იმისთვის, რომ მცენარეს პირდაპირ მივაწოდოთ კონკრეტული საკვები ელემენტები. ჩვენ ყვავილობის პერიოდში რამდენჯერმე ვაკეთებთ ფოთლოვან გამოკვებას, ძირითადად ვიყენებთ ბორის, თუთიის და კალციუმის ელემენტებს, ასევე უკვე ყვავილობის დასასრულს ვიყენებთ ფოთლოვან შესხურებით კალიუმსაც. ბორი უდიდეს როლს ასრულებს მოცვის ყვავილობაში, ის პასუხისმგებელია სამტვერე მილის ჩამოყალიბებაში, ასევე მტვრის ფერტილობასა და მის ხარისხზე. მოცვის მცენარე საკმაოდ მგრძნობიარეა ყვავილობაში ბორის დეფიციტის მიმართ. ამ დროს შეიძლება მოცვის ყვავილი ბოლომდე გაიშალოს, თუმცა დეფიციტის გამო ნაყოფი არ გამოინასკოს. ყვავილობაში მოცვს ასევე ძალიან დიდი მოთხოვნილება აქვს თუთიის მიმართ. თუთია დიდ როლს ასრულებს უჯრედის გაყოფაში და სხვადასხვა ჰორმონების წარმოებაში. თუთიის დეფიციტისას შესაძლებელია რომ ყვავილი ბოლომდე არ გაიშალოს, გაუარესდეს მტვრის ხარისხი, რაც პირდაპირ აისახება გამონასკვაზე და დაბალ მოსავალზე. ხოლო რაც შეეხება კალციუმს, ეს არის უმნიშვნელოვანესი ელემენტი მოცვისთვის არა მარტო ყვავილობაში, არამედ მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში. იგი განაპირობებს უჯრედის სიმტკიცეს, ასევე კალციუმი ხელს უწყობს მოცვს, რომ შედარებით საქართველოსთან შედარებით შორ ბაზრებზე უფრო მიღწევადი იყოს მოცვი და უზრუნველყოფს მის ტრანსპორტაბილურობის მაღალ ხარისხს. გარდა მავნებლებისა და დაავადებებისა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოცვის ბაღში მუდმივად კონტროლის ქვეშ იყოს სარეველები, ვინაიდან სარეველები წარმოადგენენ სხვადასხვა დაავადებებისა და მავნებლების მასპინძელ მცენარეებს. სწორედ ამიტომ როგორც ხედავთ, რეგულარულად ითიბება პლანტაცია რიგთა შორის, ხოლო რაც შეეხება მულჩის ფირებთან, ჩვენ ვიყენებთ აღმოცენებამდელ ჰერბიციდს მოქმედი ნივთიერებით ინდაზიფლამი, შეიძლება იყოს ასევე ფლუმიოქსაზინი, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ მთელი ვეგეტაციის განმავლობაში სარეველების გარეშე შევინარჩუნოთ ჩვენი ბაღი. ამასობაში საკმაოდ საინტერესო ადგილთან მოვედით. ეს არის ჩვენი მეტეოსადგური, საიდანაც ვიღებთ კონკრეტული მიკროკლიმატის შესახებ ინფორმაციას, მოსალოდნელ ნალექს, ტემპერატურას, ყინვას და ასე შემდეგ. გარდა მეტეოსადგურისა, ასევე ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ტიპის სენსორები, რომელზეც მინდა რომ ყურადღება გავამახვილოთ და გაჩვენოთ, თუ როგორ შეგვიძლია ამ სენსორებიდან მიღებული ინფორმაციის ბაღის მენეჯმენტში გამოყენება. მოდით დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი სენსორით. ეს არის ნიადაგის სენსორი, რომელიც ზომავს მარილიანობას, ტემპერატურასა და ტენს. მოდი განვიხილოთ თითოეული მათგანის საჭიროება. დავიწყოთ ტენით.
ტენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მოცვის სცენარის ნორმალური დაგანვითარებისთვის. კონკრეტული ტიპის ნიადაგს ახასიათებს ტენის შეკავების განსხვავებული უნარი. ეს პროცენტული მაჩვენებელი ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ ნიადაგის ანალიზით. თუ მაგალითად ჩვენს ნიადაგის ანალიზში ნაჩვენები არის, რომ ჩვენი კონკრეტული ნიადაგის ტენის შეკავების უნარი არის 35%, ჩვენ სენსორის საშუალებით ვაკონტროლებთ ამ ციფრს. თუ ხვდებით, რომ ეს მაჩვენებელი დაბალია, მაგალითად 25% ან 26 გამომშრალია ნიადაგი, ვცდილობთ, რომ სწრაფად ჩავატაროთ ირიგაცია და ეს მაჩვენებელი ავიყვანოთ ოპტიმუმამდე. ასევე შეიძლება ამ სენსორით განვსაზღვროთ ზედმეტი ტენი მცენარისთვის. მოცვის მცენარი საკმაოდ სენსიტიურია ზედმეტი ტენის მიმართ. ვინაიდან ნიადაგში არსებულ ფორებს ჰაერის მაგივრად ანაცვლებს წყალი და ხდება ანოქსია, რის შედეგიც არის ასფიქსია, რასაც მცენარი განიცდის, ანუ ჟანგბადის ნაკლებობა. ახლა ვისაუბროთ ნიადაგის ტემპერატურის სენსორზე, რომელიც გვეხმარება ადრე გაზაფხულზე სწორად დავგეგმოთ პირველი ვერტიგაცია, ასე ვთქვათ, ვინაიდან თუ ნიადაგის ტემპერატურა 10-12 გრადუსამდე არ გათბა, ამ შემთხვევაში მოცვის ფესვები პასიურ მდგომარეობაშია და შესაბამისად ჩვენს მიერ მიცემული სასუქის ათვისებას მცენარე ვერ ახერხებს. ეს სენსორი გვეხმარება, რომ ხარჯების ოპტიმიზაცია გავაკეთოთ და სწორ დროს მივცეთ მცენარეს სასუქი. ასევე ტემპერატურის სენსორით ჩვენ განსაზღვრავთ, თუ როდის უნდა მივცეთ მოცვის მცენარის ფესვიდან სტიმულაცია, სხვადასხვა ზრდის სტიმულატორების საშუალებით, როგორიც შეიძლება იყოს აუქსინები, მაგალითად სხვადასხვა წყალმცენარეები, ფულმომჟავები და ასე შემდეგ. ოპტიმალური ნიადაგის ტემპერატურა ზრდის სტიმულატორების მიცემისთვის არის დაახლოებით 16-17 გრადუსი ნიადაგში. ეს პერიოდი ემთხვევა სწორედ მოცვის მცენარის განვითარების პიკს, რომელიც წელიწადში ორჯერ აქვს ამ მცენარეს. ერთი ეს არის გაზაფხულზე, ხოლო შემდეგ შემოდგომაზე, როდესაც ტემპერატურა უკვე კლებისკენ მოდის და ნიადაგის ტემპერატურაც შესაბამისად დაბლა იწევს. ბევრმა ფერმერმა იცის, რომ ნიადაგში მაღალი მარილიანობა, ანუ მაღალი ელექტროგამტარობის მაჩვენებელი ცუდია მოცვის კულტურისთვის, თუმცა მე ვეცდები, რომ მარტივად აგიხსნათ, თუ რას წარმოადგენს ზედმეტი მარილები ნიადაგის ფესვებთან მცენარისთვის და რა საფრთხე შეიძლება მან შეუქმნას მცენარეს. ნიადაგში ჭარბი მარილების რაოდენობა ზრდის რიზოსფეროში ოსმოსურ წნევას. ოსმოსი ეს არის პროცესი, როდესაც წყალი გადაადგილდება დაბალი კონცენტრაციიდან მაღლისაკენ. ფესვის უჯრედებში წყალი სწორედ ოსმოსის საშუალებით შედის და შემდეგ სილემის საშუალებით მოძრაობს მცენარეში. წყალთან ერთად, რა თქმა უნდა, ხდება საკვები ელემენტების ათვისება მცენარის მიერ. ოსმოსის დარღვევისას კი მცენარე კარგავს უჯრედში და წნევას, ტურგორს. შესაბამისად, ნიადაგში არსებული მარილების კონცენტრაცია უფრო მაღალია მცენარეში არსებულ წნევაზე. შესაბამისად, ნიადაგში არსებული წყალი და საკვები ელემენტები ვეღარ გადაადგილდება მცენარისკენ, რადგან აქ ნაკლები კონცენტრაციაა ვიდრე ნიადაგში. ჩვენს მიერ ფერტიგაციით გამოყენებული სასუქები მოცვის მცენარისთვის, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ნიადაგის მარილიანობაზე. უმჯობესია, რომ ნიადაგის მარილიანობა გარდა ნიადაგისა ვაკონტროლოთ ასევე ჩვენ საფერტიგაციო სისტემაშიც. ოპტიმალური მაჩვენებელი არის დაახლოებით 1.2, თუმცა ხშირად ამ მაჩვენებელს ვაჭარბებთ, ვინაიდან გვიწევს ხოლმე მაღალი კონცენტრაციით სასუქის შეტანა. სწორედ ასე დროს ვიყენებთ ჩვენს ნიადაგის მარილიანობის სენსორს, რომელიც გვეხმარება განსაზღვროთ, თუ კონკრეტულად რა გავლენა მოახდინა ჩვენმა შეტანილმა სასუქმა ნიადაგის მარილიანობაზე. კიდევ ერთი სენსორი, რომელიც ჩვენს მეტეოსადგურს აქვს, ეს არის ცვარის წერტილი. ცვარის წერტილი არის ტემპერატურა, როდესაც ჰაერი გაჯერჯვებული არის წყლის ორთქლით და ცვარი იწყებს გამოყოფას. ახლა რაში გვჭირდება ეს სენსორი? განსაკუთრებით აზრე გაზაფხულზე, როდესაც მაღალი არის წაყინვების რისკი, ხშირად ჰაერის ტემპერატურა შეიძლება ბაღში ღამე ჩამოვიდეს 1-2 გრადუსზე, თუმცა ცვარის წერტილი ჩამოცდენილი იყოს ნულოვან მაჩვენებელს და იყოს მინუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მცენარე უკვე განიცდის ყინვისგან მიყენებულ სტრესს. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ სენსორს ვიყენებთ, რომ სწორად განვსაზღვროთ მოსალოდნელი ყინვის რისკები და წინასწარ მოვამზადოთ მცენარე ყინვისთვის. ეს მომზადება შეიძლება იყოს ყინვის წინა დღეს, პროლინით მდიდარი ამინომჟავების მიცემა ჩვენი მცენარეებისთვის. შემდეგი სენსორი ეს არის VPD, ანუ Vapor Pressure Deficit, რაც მცენარის პერსპექტივიდან გვიჩვენებს, თუ რამდენად გამომშრალი არის ჰაერი. თუ ეს მაჩვენებელი 2.5 კილოპასკალზე მაღალია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მცენარე ძალიან სწრაფად აიორთქლებს ტენს. შესაბამისად, მაღალია მზის რადიაციული დამწრობის რისკები. ამ დროს ჩვენ შეგვიძლია მცენარეს შეუმსუბუქოთ ესტრესი, მაგალითად შევასხუროთ ფოთლიდან კაოლინის თიხა, რომელიც შედარებით დაიცავს მცენარეს წყლის აორთქლებისგან და შეანელებს ტრანსპირაციას და ასევე ფოთლებს დაიცავს გადახურებისგან და დამწრობისგან. ასევე ამ მაჩვენებლით ჩვენ შეგვიძლია განსაზღვროთ მცენარე როდის ხურავს ბაგეებს, რაც გვეხმარება სწორად შევარჩიოთ ფოთლოვანი გამოკვების პერიოდი, ვინაიდან დახურულ ბაგეებზე ფოთლოვანი შესხურება საკვები ელემენტებით გამოიწვევს საკვები ელემენტების ფოთლის ზედაპირზე დარჩენას, სწრაფად ჩამორეცხვას ან საერთოდ მის აორთქლებას. ახლა მინდა ვისაუბრო მოცვის კულტურაში ამინომჟავების როლზე.
და მათ ტიპებზე თუ როდის არის უმჯობესი რომელი კონკრეტული ამინომჟავის გამოყენება. დავიწყოთ თუ რას წარმოადგენენ საერთოდ ამინომჟავები, ისინი არის ორგანული მოლეკულები, რომლებიც არის ცილების საშენი მასალა. ცილები მცენარეში პასუხისმგებელნი არიან უჯრედის ზრდაზე, ჰორმონების წარმოქმნასა და ენზიმების აქტივობაზე. ამინომჟავებს მცენარე თავად ასინთეზებს, თუმცა ამას ხმარდება გარკვეული ენერგია. მცენარის მიერ ფოტოსინთეზით გამომუშავებული ენერგია ხმარდება ასევე სხვა ძალიან ბევრ კომპლექსურ პროცესებს მცენარეში. სწორედ ამიტომ ჩვენს მიერ შეტანილი ამინომჟავა მცენარეს ეხმარება ენერგიის დაზოგვაში. ასევე ამინომჟავების როლი ძალიან დიდია მცენარის სტრესისგან გამოყვანისთვის ან პირიქით სტრესისთვის მოსამზადებლად. გარდა ამისა, ამინომჟავები უზრუნველყოფენ ფესვის ნორმალურ დაგანვითარებას, საკვები ელემენტების შეწოვას, ვინაიდან ისინი სხვადასხვა მიკროელემენტებთან ქმნიან ხელატურ აგენტებს, რაც ამარტივებს სხვადასხვა მიკროელემენტის ფესვიდან ათვისებას მცენარისთვის. ახლა მე მინდა ვისაუბრო კონკრეტულად რამდენიმე ტიპის ამინომჟავაზე. ჩვენ გვაქვს ძირითადად ორი ტიპის ამინომჟავები. ერთი, რომლის შეთვისება სცენარისგან ხდება ფოთლის საშუალებით, ხოლო მეორე ფესვების საშუალებით. ფესვების საშუალებით შეთვისებული ამინომჟავები ძირითადად ესენი წარმოადგენენ ფესვის სტიმულატორებს და სხვადასხვა ზრდის რეგულატორებს. ერთ-ერთი ასეთი მთავარი ამინომჟავა არის ტრიპტოფანი. ტრიპტოფანი პასუხისმგებელია მცენარეში ჰორმონალურ ბალანსზე, ვინაიდან იგი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰორმონის აუქსინის წინამორბედი, ასე ვთქვათ, პრეკურსორი. აუქსინის გარეშე კი მცენარის უჯრედის ზრდა წარმოუდგენელია. ის არის მთავარი პასუხისმგებელი აპიკალურ დომინირებაზე. ასევე ტრიპტოფანი ასინთეზებს მცენარეში სხვადასხვა სასიგნალო მოლეკულებს, რომლებიც ააქტიურებენ ფესვთან სასარგებლო მიკროორგანიზმებს. განსაკუთრებით მოცვისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მოცვის მცენარის ფესვები კოლონიზებული არის მიკორიზით და სწორედ მიკორიზას აქტიურობა განსაზღვრავს მცენარის ფესვის ნორმალურ ფუნქციონირებას. შემდეგი ფესვიდან შეთვისებადი ამინომჟავა არის გლუტამინი, რომელიც ძალიან დიდ როლს ასრულებს აზოტის მეტაბოლიზმში მცენარეში, ეხმარება მცენარის აზოტის შეთვისებაში, დამარაგებაში და შემდეგ მის გარდაქმნაში. სწორედ ამ ამინომჟავის საშუალებით მოძრაობს მცენარეში საკვები ელემენტები ახალგაზრდა ფოთლებისკენ და ნაყოფისკენ. ახლა განვიხილოთ ფოთლიდან ათვისებადი ამინომჟავები. პირველი და უმთავრესი ეს არის პროლინი, რომელიც უკვე ვახსენე და ეს არის ის ამინომჟავა, რომლის სინთეზსაც მცენარე სტრესის პირობებში პირველად იწყებს. იგი ეხმარება მცენარეს სხვადასხვა არახელსაყრელი გარემო პირობების სტრესგან თავის დაღწევაში, როგორც შეიძლება იყოს მაღალი მარილიანობა, ყინვა, დაბალი ტემპერატურები, უხვინალექი და ასე შემდეგ. პროლინი ასევე არის ოსმოპროტექტანტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იცავს მცენარის უჯრედს წყლის დაკარგვისგან და ინარჩუნებს ტურგორის წნევას, რომელიც, როგორც უკვე ვახსენე, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესია მცენარეში. რაც შეეხება ამინომჟავას გლიცინი, ის ფოტორესპირაციის დროს წარმოიქმნება მცენარეში, სადაც ცდილობს, რომ მცენარე ზედმეტი ამიაკისაგან გაანთავისუფლოს. გლიცინისგან წარმოიქმნება შემდეგ სერინი და ამ ციკლში ხდება მცენარეში ამიაკის დეტოქსიკაცია. სერინი ასევე მონაწილეობს უჯრედის მემბრანის სხვადასხვა კომპონენტების სინთეზშიც. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ეს ინფორმაცია მანამ სანამ ამინომჟავების შემცველ პროდუქტს გამოვიყენებთ, რადგან სწორად განსაზღვრავთ ფესვიდან უნდა მივაწოდოთ ეს პროდუქტი თუ ფოთლიდან და როდის არის საუკეთესო პერიოდი ამ პროდუქტის გამოყენებისთვის. ეს არის ულტრათანამედროვე ავტომატიზირებული ფერტიგაციის სისტემა, საიდანაც 5 აუზის საშუალებით მცენარეს ვაწვდით ერთდროულად სხვადასხვა სასუქებს. სისტემა ასევე საშუალებას გვაძლევს, რომ ელექტრონულად, პლანშეტით ან მობილური ტელეფონით მიუთითოთ სასუქის ის რაოდენობა, რამდენიც გვინდა რომ კონკრეტული აუზიდან გავიდეს სისტემაში. ასევე საშუალება გვაქვს, რომ ავტომატიზირებულად ვაკონტროლოთ RS რეაქციის, ანუ pH-ის და ელექტროგამტარობის ისი მაჩვენებელი, რაც უკვე ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის მოცვის კულტურისთვის. ახლა კი განახებთ თუ რამდენად მარტივია უკვე წინასწარ დაწერილი პროგრამით სასუქის გაშვება ჩვენს სისტემაში. როგორც უკვე აღვნიშნე, მოცვის კულტურის მოვლა-მოყვანა ძალიან რთულია ერთ ვიდეოში ჩაატიო, იმიტომ რომ ძალიან ბევრ სპეციფიკურ სხვადასხვა თემას მოიცავს. თუმცა ვეცადე რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განმეხილა და ამისთვის მადლობას ვუხდი აგროფორსის აგროსკოლას, რომ საშუალებას გვაძლევს აგრონომებს, ფერმერებს, რომ ერთმანეთს გაუზიაროთ ცოდნა.